უბრალოდ მე უსმენ კაცო ბიძინას. სადაც წავიდა ყველაფერი იდება და მოსმენილი მაქვს ატიდო. აი ხო არის რა, იშვიათია ვინმე უსმენდეს და მე მოусმენი საკუთარი აზრი უნდა ჩამომიყალიბდეს. არსა და არ თქვა ამან განცხადებაში, ან რუსია ძაგოს, ან რუსეთი გვინდა, ან რუსები გადაგვარჩენ. საერთოდ არ აცხადებს ამას. პირიქით, ევროპა ღირსებით და ევროპაზე სწორდება. იმ ჩამონათვალში იძახის, რომ ევროპაში ჩვენ ყველაზე კარგი ადამიანის ავართო, პირველ ადგილზე ვართო. საერთოდ რუსეთს არ ახსენებს. არც აძაგებს, არც ერთი გამომსვლელი მაგასთან ვინც არის. დამაფიქრებელია, ხო? ესე იგი, დასავლეთისთვის ახლა რა შეიცვალა? რიტორიკა არ არის შეცვლილი. ხო, არანაირად. რამე დაპირდა დასავლეთს რელიგიას აღმოფხრიო? დაპირდა და არასრულებს? არ დაპირებია პირიქით. დასავლეთის ქებული აგერ პრეზიდენტი სანთლით და ხატებით დარბოდა, უმტკიცებდა საქართველოს რომ მორწმუნეა და აირჩიეს. მაშინ ხმარა თუ არა მოიღო ევროპამ. ამ ხატებით რო გამოასირეს საქართველოს უკაცრავად პასუხია. ამოიღე მოთხარი რა ეს რა არის? ამით ხო შენ პირდაპირ რუსების წისქვილზე წყალსაცხამ. აი ეს რელიგიური განწყობა პოლიტიკურ რუსეთს აწყობს თუ არა? რა თქმა უნდა აწყობს და თუ დასავლეთს არ აწყობს. რაღაცა ღონისძიება ჩაატარე ალტერნატიული რწმენა შემოგთავაზე რა. მორწმუნეერია ქართველი და გავაგებინოთ რა. კარგი პოლიტიკური იმაში დაუმტკიცე რომ რუსები ფაშისტები არიან, რუსები ესენია და აყვა გაიხლიჩა მოსახლეობა. ეხლა ეს მისაღებია რომ თლიანად საქართველოს რუსული რელიგიაშია გახვეული? აი ეს წინააღმდეგობა როგორ გადავლახოთ მითხარით? აი რატო ცდება დასავლეთი? და ვერაფერს ვერ მიაღწევს მათ. და რუსეთი კი რატო დუმს? ყველაფერი რუსეთის სასარგებლოდ თვით დასავლეთმაც გააკეთა 2020-ში. და ეხლა თუ აიჯაგრება, ახლა კი რუსეთი ჩაერთვება. აბა ხო არ მიატოვებს ამას? აი ეს საშიშროება ნამდვილად არის. აბა ასე ყინჩად. აი ესეთ სხვა სიტყვა არა, ყინჩი ხო იცი ყინჩა ბიჭი. აი ესე ყინჩად ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს არ იყო. რატო არის ესე აი მოყინჩილებული? ამხანე და მომახიანა და საქართველოს გავმაჯოს თვითონ ყვიროდა. გაუცებული ვიყავი. ამას თუ ზურგს ვიღაცა არ უმაგრებდეს და უთხრა არა მიდი. ნუ ახლა თუ უღალატებს რაღაცა მე გამოჩნდება თუ ჩვენ დაქცევა უნდა ღამერც ალბათ ილუზიაში შეგვიყვანს. მაგრამ დავიტოვოთ რა ცოტა კიდე უფრო ოპტიმიზმი. ეს კაცი რატომ არის ესე გულადად? და არეშინია დასავლეთის ვთქვათ წარმომადგენლებმა რომ რაღაცა დისკომფორტი შეუქმნას.